მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა ისევ და ისევ გრძელდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუმრად არაჩვეულებრივ მუსიკოსთან, ძალიან კარგ ადამიანთან, რაღა გავაგრძელო და ბევრი ვისაუბრო ხუჩა მაღლაკელიძესთან. როგორ განდა? მოგესალმებით, გავარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გადაცემაში მომიწვიეთ. ძალიან დიდი პატივია შენს გადაცემაში. რომ მიგვიღეთ და დრო დაგვიწმეთ. შენობით ვილაპარაკოთ, ხო? კი. იმიტომ რომ ორი თანხმოვანი თ და ქ ერთად სულად გამოგიდგა. აი, მე ენა ცოტა იმაშია მეშლიფება და თ გამომდის ხოლმე. მუსიკასთან მაგას აფილიკა. როგორი განწყობა? ძალიან კაი განწყობა, მაგრამ ისე ცოტა ნერვიულობ არ ვიცი საზოგადო ვილაპარაკო. მე რა მუსიკოსი მე ვარ, გაჩერდი, მოიცა, რაღაცას მაბრალებენ. თქვენ რაც გიყვართ იმაზე ვისაუბროთ. ისე მუსიკაზე. კი, აუცილებლად მუსიკა. პრინციპში თქვენ როგორ ფიქრობთ, ბევრს შევხვედრი ვარ და მეგობრებსაც და უმცროს თაობასაც ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ აი ჩემს ცხოვრებაში ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო მუსიკა, ან საგიჟეში მოვხვდებოდი, ან ციხეში, ან რაღაცას ცუდ რაღაცას გადავიყრებოდი. თქვენ შემთხვევაში არის ეგეთი ზუსტად, აი ჩემი სათქმელი ბრძანა. პანაცეასავით თითქოს მუსიკა. იცი სიმბოლურია, რომ აი აქ ჩემთან სახლში ვართ ახლა, აქ ვისწავლებ ეს ყველაფერი. აი ეგ რო ოთახი რო არის, იქ ვიყავი ჩაკეტილი, მთელი 90-იანები და ესე ის იყო რა ქვია, თეფშები როდეს აქ ტრილიაჟი ოძახია, ხო? ყველა ოჯახში არის ესეთი ოთახი, სადაც შესვლა არ შეიძლება. მშობლებრივი მაგ არ შექმნეს სტუმრებისთვისა. ხო და მე შევიპარებოდი ზალაში. ხო და აი რომ ვირეკლებოდი ესე გიტარით და წარმოვიდგენდი როგორ უკრავდი სცენაზე, რომ მანათებდა ეს განათებდა და ეს ვიზუალიზაციას ვაკეთებდი. პრინციპში ხო ამას მუშაობდი. ბავშვური სურვილი ხო ეს გეუბნები რომ ვიყავი 12-13 წლის. ესეთა საათები მაქვს გატარებული ჩაკეტილი. ლამის ლაპარაკი დამავიწყდა, იმიტომ რომ ჩემი სასაუბრო ენა იყო გიტარა. და ეს გარემო ახლა რასაც ხედავთ ფონად მაშინ სულ სხვანაირი იყო და მთლად სპექტაკლი და სუფთა არ იყო. და შენ წარმოიდგინე გიტარა მე გადამარჩინა ძალიან ბევრი. ლანდშაფტი და პეიზაჟი ქონდა. ქონდა, სწორედ ბზანე ქონდა, კი. ნუ ახლაც გვაქვს ლანდშაფტი და პეიზაჟი ესეთია. ქვის ხანიდან გამოსულები ისე ქვის ხანაში შევდივარ, მაგრამ ეს სხვა გადაცემის თემაა. ოთახი რომელიც თქვენ ახსენეთ, ჯადოსნური ოთახი, რომელშიც დაეუფლეთ ამ ინსტრუმენტს, შეიყვარეთ და შეიძლება ითქვას, რომ ვირტუოზულად ფლობთ, იმიტომ რომ ანუ ინსტრუმენტალისტი კიდე სხვა, ანუ თქვენ მიმართულებები მიეცით და დატვირთვა მიეცით და არ არის მხოლოდ ვთქვათ ფლამენგო, არ არის მარტო ვთქვათ სიმღერა, რაღაცა ქალაქურები აქ არის, იუმორის, თქვენი ხასიათი იგრძნობა, თქვენი და ინსტრუმენტის ურთიერთობა რაღაც საერთო იმას ხმის ორგანიზმს, რომელიც რაღაც თავისებურად ჟღერს და გამოხატავს თქვენს შინაგან ბუნებას და აუცილებლად მინდა შევეხოთ ისეთ საკითხს, რომელიც არის მეცადინეობა და დისციპლინა, რომლის გარეშეც გამორიცხულია და მით უმეტეს ბევრი ახალგაზრდა უყურებს და მეცადინეობა რამდენად რთული და დისციპლინის გამომუშავება რამდენად ისეთი არ მქონდა ესეთი რეჟიმი, რომ მე ახლა დავდები 9 საათზე და ავდგები საღამოს 7 საათზე. მე უკრავდი იმდენს, რამდენიც მინდოდა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მინდოდა. ძალიან ბევრი ნდომებია ამ ინსტრუმენტს. ეს იყო, ესე იგი, აი შეძენილი თვით დისციპლინა გაჩნდა, იმიტომ რომ ზოგადად ცოტა ხულიგანი ვიყავი. ახლაც ხულიგანი ვარ მუსიკაში. რა თქმა უნდა. არასდროს ზუსტ დისციპლინას არ მივყვები. იმპროვიზაცია იქნება ეს თუ რაიმე ფლამენკო რო ახსენე, ფლამენკოთი მოვიხიბლე ბავშვობაში, პაკო დე ლუსია რო მოვისმინე პირველად, ხო? აი გავგვიჟ დაკვრის ტექნიკა ესეთ თუ შეიძლება და არ მეგონა. თავი და მანამდე იყო ეს ქართველი ჩვენი ბარდები, ჯევალ ვაღაიშვილი, ოთარამიშვილი, მათი გიტარით საზრდოობდი, ფირფიტები. გახსოვს მაშინ ვინილის ფირფიტები იყო და შუქი რო არ იყო, ესეთ ახალს აღმოვაჩინე, თურმე რა ქვია იმას გამშვები რაც აპრაიგრივა წელი კი არა და კი გამშვები რაც არის მოკლედ ვინილის ფირფიტის საკრავი რა ფირსაკრავი რო დაადებ ნემს და რო დაატრიალებ და ყურს თუ მიადებ იქ ისმის ხმა შუქის გარეშე თუ ხარ დაკურებული ეგეთ არსებობს ფენომენი არის ხო ფიზიკა არა ბოლო იმას მოვესწარი ხო და აი ეს რო ატრიალებ და მაგრამ თუ ოდნავ ჩქარა დაატრიალე ხო ჩქარა ნელა შედა ამიტომ უნდა გამოზომო ის 0.33 მახსოვს სიჩქარე 33 უნდა გამოზომო რომ ზუსტად ის ტონალობა მოგცეს და ის ბგერა მოგცეს და
ამან შენ წარმოიდგინე იმის გარდა რომ წლებს ხატავ იდეალურად რითმის გზნობა ჩაუბიყალიბა. აი ამ გაჭირვებამ და უშუქობამ. თავისთავად ხო BPM-ზე BPM-ზე ხო 33 ბრუნი ესე იგი წუთში ესე გამოდის რა 33-ზე იყო. და სხვა ყველა პირპირა სხვა ისინი ქონდა თავისი BPM-ები ქონდა. ხო და ამას ესე უსმენდი და იქიდან ვარჩევდი. მე დავუშვათ რაღაცის გარჩევა რომ მინდოდა რამე ფრაზის ხო დავამუღამე რომ ნელა დამეტრიალებე ისე რომ ოქტავი დაბლა დაეკრა ამას. ვაუ. ოქტავი დაბლა რომ გიტარაზე გამერჩია ეს, გადამეტანა მე ოქტავით მაღლა და მთელი სამუშაო იყო და ამან ჩამომიყალიბა, იცი ეს გამა მუსიკალურად, თორე პარალელურად მე იმდენამეს ვიყავი მოდებული, ბავშვობაში დაწყებული ილუზიონისტობით დაფთორებული მულტფილმებს ვიღებდი და აი ყველაფერი მაინტერესებდა. ყველაფერი რაც პრინციპში შენ საკუთარ თავთან მუშაობას საჭიროებს და ჩაკეტილობას. აღმოჩენები ხო საკუთარ თავში რაღაცა. ეს ყველაფერი დამრჩა და მადგება დღესაც ის ოხუნჯობები და ბაკვარანცხობები რაც ბავშვობაში მაკვარანცხობა რა კარგი. ეს მადგება ეხლაც მოსწავლეებთან, მაგრამ ნუ ამ მუსიკამ უფრო გადაძალა და სხვადასხვა სტილი თავიდან მაინც ფლამენკო იყო ეს ელდი მეოლა, ჯონ მაკლაფლინს და პაკოს ტრიო ფირფიტა Friday Night in San Francisco რო გაჩნდა მეზღვაურებს ჩამოქონდა აქ ბათუმში ესე მაღაზიაში იყიდა რაიმონდ პაულს და ალა პუგაჩოვას და ეს უკვე ჩამოქონდა მეზღვაურებს და საკმაოდ ძვირი ღირდა ფირფიტები და ბიჭები შევკრიბავდით ფულს რომ ახლობით 150 მანეთი 200 მანეთი ერთი ფირფიტა ღირდა რომ ეს მოგვესპინა მე რა განგვეხილა იქ რეები ხთება რაღაცები და თავიდან ყველაფერს რო ვერ ვარჩევდი და ვერ ვაკეთებდი და აი ხაჭაპურის პრინციპით რო ვსწავლობდი მუსიკას ყველს რო ამოჭერდა ცოლს გადააგდებ აი ამ პრინციპით როცა ვიყავი მუსიკასთან დავიწყე ამის გაქართულება ქართულზე მორგება აი ფლამენკოს ტექნიკა თავიდან ბოლომდე ავიღე და ქართული ხალხური მელოდიები გავაკეთე და საკმაოდ წარმატებულ კარგად ჟღერს გიტარას უხდება მოუხდა ამ ესპანურ საოცრებად ამ ხის ნაჭერს რომელიც კაცობრიობა მოირგო თავისი მუხლისთვის თავისი იდაყვისთვის მარჯვენა მარცხენა ხელისთვის ფორმატ ისეთი აქვს ბგერაც ისეთი აქვს რომ აი სულ ზელამუნება ძალიან მოუხდა ქართული თან საოცარი თანამგზავრია და მეთანხმები რას თანამგზავრია ძალიან კარგი ფრენების დროს მიჭირს ცოტა ამათ ხან გიტარის ბარქში ჩაბარება დაცმობა ხო ბარქში ჩაბარო ხო ბარქში უნდა ჩააბარო თუ ლოუ კოსტია ბარქში აუცილებლად თუ აიტან ბორდზე და უნდა გადაიხარო ცალკებისთვის თანხა მახსოვს რასტრაპოვიჩს აიძულეს ესე რომ ვიოლონჩელოსთვის ცალკე ეყიდა ადგილი და საჭმელი რომ მოუტანა სტიუარდესს ამასაც უნდა ამასაც მოუტანეთო ვიოლონჩელო იგაზე ცოტა ეს ბიჭის მაშინ ნატრობ ხოლმე და შურს ჩემი მეგობარ მერაბ სამყურაშვილის და ფიქრობ რომ რატო არ ვისწავლეს სალამურზე დაკვრა ჩაიდებს ჯიბეში პატარა შემოდა საიკლს და მოდის გასტროლზე და მე ახლა კუბო მოგდებული ზურგში ზურგში YouTube ვოკალისტი ბონო ხო YouTube ვოკალისტი სადღაც 3000-დან 4000 იხდის ბილეთს შლაპისთვის. აჰ, შეგენასვა. რო არ დაიჭმოს, რაღაც არ დაიმართოს. ასე რომ გიტარისტის მე მგონი. ხო, ესეთი კომფორტი არ გვაქვს სამწუხაროდ. არც მოთხოვნილება არ გამჩენია რაღაც ესეთი რაიმე ნივთი გიტარის გარდა. აი, ერთი კითხვა მაქვს ხვიჩა. აი, თქვა სიტყვაზე გარკვეულ დონეს აღწევს მუსიკოსი ეუფლება რაღაცებს, თქვა დაკმაყოფილდა იმით, რაც თქვა რაღაც გარკვეული წლების წინ მიუღწევადი ან მისაღწევი ესახებოდა, მიაღწია და დგება რაღაც გარკვეული არჩევანის წინაშე. სად მიმართოს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი, რა ჟანრში დამკვიდრდეს და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? თქვენ შეიძლებოდა ყოფილიყავით რომ აგერჩია თქვა სიტყვაზე თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყავით საერთაშორისო დონის აი ამ მიმართულებით თქვა თუნდაც ფლამენკოს ლათინო ჯაზის ან რაღაც აი მიმართულებით არაჩვეულებრივი გიტარისტი და ხართ კიდევაც და იფლები როგორ მოხდა თქვენს მიერ არჩევა აი ეს ალბათ ისე პასუხს უკავშირდება ხო ქართულიდან მოგიყვები ყველაფერს შევსწრებ მოკლედ მოყვება აი სადღაც 20 წლამდე ეს იყო სუფთა ენთუზიაზმი და მოდებული ვიყავი ყველა ჟანრს ყველაფერს რაც მომეწონებოდა ვცდილობდი გიტარაზე დამეკრა თუნდაც როკი დამეკრა ვაი კლასიკურ გიტარაზე გაჟღერებულ როკს მაგრამ ნუ მაინც ვცდილობდი შემდეგ უკვე წავიდა პირდაპირ
მონეტიზაცია ამ ყველაფრის. და ამის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა ის მოვლენა კაცობრიობის, რასაც ქვია ჭამასმა და რესტორანი. აჰა. ამოყავით ამ რესტორანში. ერთი ძალიან კარგი მევიოლინე გავიცანი და მან მითხრა რომ მოდი აკომპანიმენტი გამიკეთებო და რესტორანში ვიმუშაოთ ყოველთვის. ბავშვი ბათუმელი ავეტის სასულიანი მახსოვს ძალიან კარგი ხანი არ მინახავს. და აქვე ყურიზირში რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ ვიტყვი რომელი რესტორანი, მაგრამ აი თემა ბათუმა იცის, სადავიდგი ფეხის არ იყო ჩემი ტრამპლინი და ესეთი სასარგებლო პანღურის ადგილი, რომ გავტყორცლიყავი მე და იმ სიმაღლეებს, ამას თუ სიმაღლე ქვია მე შევწდობოდი. დავიწყეთ ყოველღამე იქ მუშაობა და რაიც რესტორანში მუშაობა ძალიან წვრთნის. ჯერდი ძალაუნებურად ფორმაში ხარ სულ. უნდა მოაწონო თავი ადამიანს, კლიენტს, სულ სიტყვა მომხმარებელს. თან უნდა შეეჩვიო ხმაურში დაკვრას. უნდა შეეჩვიო იმას, რომ შენს წინ, როდესაც შენ უკრავ, შენთვის თან უკვა რაღაცა ფრაზას აკეთებ, აი მომენტზე მიხვალ და ამას ვიღაცა სხვის გამოიწმენს და დაახველებს ან მაინც არა მაინც მაშინ ჩაკბეს ვაშლს. მან ჩანგალს გააჭახურებს თებზე და აი ესეთ საველე პირობებში რო ხარ და ესე რო გიწევს მუშაობა, უფრო ძლიერდები. აი მე ვიცი რომ ცირკის მუსიკოსები ძალიან აი ისეთი პროფესიონალებად ითვლებიან, რომ მათ ცოცხალი თანხლება უნდა გაუკეთონ ცხოველს. ცხოველს ზუსტად არ მოასმენინე ის თვლა და ის რიტმი, რასაც მიჩვეულია და ათვი ველოსიპედზე არ დაჯდება, ლობი არ გააკეთებს იმ ნახტომს და ცეცხლოვან გოლში არ გაძვრება და იგივე კლოუნი წაიქცა და დაარტყა გახმონა. ანუ სულ მობილიზებული ხარ. ეს არ არის გაწერილი ნოტები, რომ დაიდე ან დანტე, ასე გითხრა ავტორმა და 200 წლის წინ როგორც დაწერა, ებად ის ვალდებული ხარ ისე დაუკრა. არც ერთი და ბიჭი წინ არც ერთი უკრა, იმიტომ რომ შენ ჭამენ. ხო და აქ უკვე სხვანაირი მუშაობა მიდიოდა. სხვა კონცენტრაცია. ხო, უკეთებდი აკომპანიმენტს, უკრავდი რაღაც ბოშურ მელოდიებს, რომანსებს, მე მღეროდ სიმღერას მუთქული აღმოჩნდა რომ ღერი, სიმღერას მოვსინჯე. ხო და ნელ-ნელა მივხვდი რომ ყველა სტილს უნდა უკრავდე, უნდა იცოდე თუ კი რესტორანში უკრავ. რომ იყოს საინტერესო. ეხლა მაშინ არ იყო ფონოგრამაში ერთი და ჩართე მეოთხე ტრეკი და დააღე პირი. თავისი ბექებით. მაშინ ცოცხალს უნდა გაიკეთებია ყველაფერი. მეგობრები 93-94 წელი. რამდენი წლის წინ? 30 წელი. რა შეიცვალა აი ამ დროს? ახლა გითხრა, მაგის მერე დაერთო რა იცი, ჩემი სესიური მუსიკოსობა, სტუდიაში მუშაობა. რამდენიმე მუსიკოსმა უფრო ფილისლები ჩამოდიოდნენ იმ რესტორანში სტუმრად და რო უყურებდნენ ამას ყველაფერს, ხო რაღაც მან მოწონდათ ეს სტილი. არ ენახათ. კი უნდა შეიქო თავი ახლა შენ თავს სტუდიაში ეკები შეგაკეთებს სხვა და თან გარკვეული თვალსაზრისით entertainment-ის და შოუც არის. მინდაო რომ აი შენ მინდა დაუკრავო სიმღერას წერო და იქნებ გამიკეთო აკომპანიმენტი, აი რამე სოლო გააკეთო იქო. ერთი მეორეს მეშვიდე მოყვა, მეშვიდეს 34 და გავიზარდე სტუდიაში. როდესაც სტუდიაში მუშაობ, იქ უკვე სხვანაირი კონცენტრაცია, სხვანაირად ფიქრობ ფრაზაზე, სხვანაირად ფიქრობ აკორდ ჰარმონიაზე, გაძლევენ რჩევებს, გასწავლიან, დღემდე ვსწავლობ და მიიღო ეს რჩევა. მე ვარ და ჩემი დაბადი და ხო, თავი კიტრად, არ დაკიტრი კი აძვირი, მაგრამ თავი კიტრად არ უნდა მოიტანო, არავითარ შემთხვევაში. უნდა მიიღო, რაც უნდა შემკვეთს, იმას ისე ესმის ის მუსიკა, არანჟირების ავტორს, ხო? ჯეც ის ბგერა უნდა მისცე, ის ფრაზა, როგორცაც გეტყვის. ან გთავაზობს, აბა შენი შემომთავაზე რამე. აი ამათ მაგალითად სტროფს და სტროფს შორის მოდულაცია არის და აი მოდულაციაზე მინდა რაღაც ფრაზა. მოდულაცია ერთ-ერთი ხერხი მუსიკის სიმღერის, როცა იგივე მიდის ყველაფერი რაღაც იგივე სხვა მრავალფეროვნა. ხო, თუმცა შეცვლი და თითქოს რაღაცა ახალი თქვი. ამ დროს იგივე კვერცხი აღონ პროფილში, არაფერი არ იცვლება. მადლობთ. ამ დროს იგივე კვერცხი აღონ პროფილში. ხო და აი სტუდიაში მუშაობა ძალიან გამზარდა. ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი ბიჭი ბათუმში ლევან ჩხარტიშვილი, უნიჭიერესი არანჟირებების ავტორი, რომელიც ახლა ამერიკაშია და მოკითხვა აქედან თუ მიყურებს არ მინახავს საუკუნეა. აი ლევანმა გამზარდა. შემდეგ უკვე თბილისში როცა გადავედი საცხოვრებლად, იქ უკვე ბორი აშხიანმა, ბორი კოშკიანმა პატარა შვილმა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დროში ცოტა ხანი საბჭოეთმა ну, კონდა ალბათ რაღაც პლუსები საბჭოებს რასაკვირველია რაღაც კარგად ვისაც იცი რა პლუსი ყოლა მაპარი გაწყვეტიეთ რომ ეს ყველაფერი ჩაკეტილი და ვაკუუმი იყო და ჩვენით რო ვცდილობდით ეს ყველაფერი და ეს მინდოდა მე თქვა რომ თითქოს ცივილიზებული ქვეყანა რაღაცა ვითარდებოდა აი მუსიკალს ვეხები მხოლოდ და მხოლოდ
რაღაცნაირად თითქოს სწრაფად მიდიოდა, იმიტომ რომ გარღვევები იყო, კონკურენცია ბადებდა ინოვაციას და ასე შემდეგ და აქ თითქოს ჩამოღწეული იქაური ექოდან რასაც ნადავლი და თაობა დღეს თქვა ვფიქრობ თუ დამეთანხმებით ამაში რომ დღეს უკვე არ არის ეს ძალიან თავისუფალია ეს სივრცე და პირდაპირ პროპორციულად მიყვება განვითარების კი ბატონო ცოტა ქაოსურია მაინც იცი ძალიან დიდი ქაოსია აი ესე ინტერნეტში რომ შეყოფ თავს და მოიკითხავ რა ხდება თუნდაც ამ კლასიკური გიტარის სფეროში ისეთი ამბები ხდება აღარ იცი ვის მოусმინო აღარ იცი ვინ გაიხადო კუმირად იმდენი არის უკვე იმდენი ინფორმაცია ერთის მხრივ ალბათ კარგი იყო რომ იყო ჩაკეტილობა მე მაგის მაგლიერი ვარ რომ იყო დეფიციტი ინფორმაციის და შენი დეძებდი შენი დიძიებდი ამას ყველაფერი ქმნიდი გიტარის დაჭერა არ უწოდ ჩემით ვისწავლე ყველაფერი და მეგონა ჩემი გამოგონებული იყო ბევრი ამბობს ამას და დღეს თითქოს არის ყველაფერი მასალა და არ იცი როგორ დაიწყო ხო აი ხა გეტყვი ეგეთ მაგალითს ბარსელონაში ვიყავი და მინდოდა აი რაღაც ფლამენკო მეგზო ესპანეთი მეგზო და შევედი ერთ ვერსად ვერს კუჩაში და ვერსად ესპანური მუსიკა ვერ გავიტოვე გადასხვაფერებულია ყველაფერი მიდის სულ სხვა სტილის მუსიკა სულ სხვა ინსტრუმენტები შევედი ერთ მუსიკალურ მაღაზიაში აი გიტარა ხო ესპანეთში ჩახვიდე კაცი და გიტარა არ მოიკითხო რომ როგორი მე ესპანეთში ბევრ ადგილას მოვისმინე აი ზუსტად ისეთი კარგი ფლამენკო გამომართვა აი ბარსელონაში მაგალითად კი იძახია რომ არ არის բայց ფლამენკოს მხარეო და შევედი მაღაზიაში უელვაში კი ფანდანგო მაქიდან მოდის და იბადო შევედი და მეთქი აი ყველას კაი ინსტრუმენტი რა გაქვთ მათხოვეთ რომ აი ვიყიდო შეიძლება ან გავტესტო ჭკილები მაქვს თუ მხარი ყველას არ ამდობენ მაინც გავიხარ მომცეს რაღაც ინსტრუმენტი შეხედე ბიუჯეტური ამაზე უკეთესი არ გვაქვს რატო არა აღარ უნდათ ვაუ იმიტომ რომ ამას ბევრი შრომა დაუკარე რაღაცეები მოვასწრებინე რომ ქართველი ხარო და ასე ესპანურს ასე უკრავო გამიჟდა გადამიღო ცალკე ესე ოთახში შემიყვანა და მალე ალბათ დაიდება YouTube-ზე მთხოვა თუ შეიძლება დავდო გადამიღო თელ განათებები დაიმით ერთი 15 წუთი უკრავდი სხვადასხვა ესპანურს არ უკრავდი 1-2 ვქენი ესპანურში ქართული რაღაცეები მოვასწრებინე ამას სულ გაგიჟდა რომ ფლამენკოს ტექნიკით უკრავ ქართულს ხორუმს უკრავ განდაგანას უკრავ რაღაც ხო ეზარება თაობა მოდის ისეთია რომ ამას უნდა დღეში 8 საათი მუშაობა სხვა ელექტრომუსიკას არ ჭირდება ამდენ და სხვა მუსიკას და აი ეს შრომა ეზარება რომ აღარ შემოგვაქვს გასაკიდად კარგი ინსტრუმენტები ცალკე თუ კიდე უნდა მიხვიდეთ პატარა ესეთი არის სახელოსნოები სადაც შეუკვეთავ მე ჩააკითხავ ერთ წელიწადში და დაგახვედრებენ ერთი თირკმლის ფასად ერთსა გიტარას და ნელ-ნელა უკან იწევსო მიუხედავად იმისა რომ სოფლებში ძალიან სახანგრძლივია სადაც აი ლატინო ნეილონის სიმს სადაც გაიგონე ყველგან უკვე მარტო თეზო არა მიდის მთელი ორგანიზმი მიყვება ცეკვა თამაში ხო და აი თვითონ სადაც აღმოცენდა ეს ყველაფერი იქ ამას ვერ მივაგენი და გული დამწყდა შრომა ჭირდება ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ეხლა დღესდღეობით ყველაფერი აი ესე მოყრილი გაქვს თვითპირში ყველანაირი ინფორმაცია აღარ იცი რა აირჩიო უბრალოდ ეს გინდა კაი მენტორი ასკროლო ხო გინდა კარგი მენტორი კოუჩი რომელიც გეტყვის რომ აი მიმართულება მოხდეს ნახე ეს ჯობია ამას ეკეთებ მე უკვე ძალიან დაკარგული ვარ მუსიკაში მე მიუყვები დინებას მოთხოვნა რაც არის ვაკეთებ იმას უკვე ჩემი სიამოვნებისთვის კაი ხანია მუსიკისთვის არ მომისმენია და არ დამიკრავს ვაკეთებ იმიტომ რომ ეს ასე საჭიროა ამით ვარჩენ ოჯახს და ხო მუსიკას ვეღარ უსმენ უკვე იმიტომ რომ ავტომატურად მეწყება ანალიზი მუსიკის აი ნახე ბასმა რა გააკეთა აი როგორი გადასვლა ქონდა პერკუსიას იქ რა ჰარმონია ნახე როგორი სოლო როგორ გამოვიდა ჰარმონია და უკაშე ეს ანალიზი ვიწყებ აი დაჟე და მოდუნდე იშვიათად ავტომატურად ეს მერთვება და ვიტანჯები კარგი პროცესია ეგ საინტერესო პროცესი და ეგ არის სპეციალისტისთვის ხო ალბათ ეგ არის ეხლა კიდე კარგი რომ მოსწავლეები რომელიც ახლა მყავს ისინი მაძლევენ სტიმულს მე სულ ფორმაში ვიყო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმიტომ რომ სამწუხაროდ დრო მადლობა თქვენ მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები დიდხან სიცოცხლე ჯანმრთელობა და სუხალისიანი დიდი მადლობა თქვენაც წარმატებები თქვენს არხს თქვენს გადაცემას და ბევრი მაყურებელი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ ძირფასო ტელემაყურებლებო რადიო მსმენელებო ამით გემშვიდობები ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს საინტერესო სტუმრებთან ერთად ხო კი უნდა დავამშვიდობოთ ჩვენ სტუმარს კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის
მოგესალმებით.